მოგესალმებით, პატრიციუმრო ტელემაყურებლებო, უпростоრად, ჩემო ერთგულო მაყურებლებო, მართალო ქართველებო. აი, დღე ხანახან არის ხოლმე რომ უკვე შევცვლით ხოლმე ფორმატს და რა ვიცი, ჩემთანაც მე სტუმრები მეყოლება ხოლმე. ეხლა მინდა კი არ წარმოგიდგინოთ, აი ტვინი რომ ესე ვთქვა, მე ცოტა თავისუფალი ისა ვარ, ამიტომ ნუ გიკვით ესეთი რომ ვლაპარაკობ. იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, იქ მესენჯერში მწერდი და აი ბატონი მიხეილის ღენტი მოგვანატრა თავი და რაღაცა როგორ შეკპირდით. მოკლედ ბატონო მიხეილ და კვირდებით რომ კითხვებით შესაბამისი მექნება, არავის არ ვინდობ მე ესე ვთქვა სტუმრები შემთხვევაში. ჩემიანი, სხვისიანი არ ვიცი მე. ქვეყანა და მორჩა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყოველთვის ესეთ კითხვებს ვსვამ. იმასაც გეტყვით რომ მე არტისტის სტილი არა მაქვს. ხო იცი ეს ლიბერალებმა რო შემოაგდეს ადამიანი რომ პასუხს კითხვას რო დაუსვებს ჟურნალისტი და მე ის პასუხი რო არა აქვს რო არ მოწოს პასუხი ხო ჩაგეკითხებით ჩაგეჭერით არა კაცო მე ეს იქით სხვა მაგისთვის არის პოსტივები იმედები და ასე შემდეგ ის ლიბერალური და ეპშტეინურ ტელევიზიებში აქ ეგრე არ არის ამიტომ მოგესალმებით და პირველი ძალიან მაინტერესებდა ეხლა მე, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში როგორ ვართ, იცი, სულ ლაპარაკობთ არმაგედონი და ჰაი და ქვეყანა დაიქცა და ჰაი უბედურება და ბიჭო რაღაცა მინდა რომ ხალხს როგორ აქვს იცი წარმოდგენილი რომ სხვა ცხოვრება არ არსებობს. აი მე მაგალითად ავიღებ ესეთ რამეს რომ არის ქვეყნები მაგალითად აი ბელარუსია ეხლა ბელარუსიამდე და გელაპარაკობ იმიტომ რომ მე ვიცით კარგად ვიცით და საზოგადოებამაც ნახა თქვენი კადრები ბელარუსიაში თქვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყავით იქ სერიოზულ ხალხთან გქონდათ თქვენ ინტერვიუები ჩაწერილი და ძალიან ეხლა ის დროა რომ საზოგადოებამ და ქართულმა ხალხმა ნახონ სინამდვილეში ნახონ რა არის ბელარუსია ამ ბელარუსიამ რუსებთან სამოკავშირო ხელშეკრულების შემთხვევაში რა მიიღო, რა დაკარგა, რა ფასი გადაიხადა, თუ გადაიხადა რამე ფასი, რა თქმა უნდა ალბათ არის რაღაცა ფასი და ალბათ თქვენ უფრო კარგად ახართ ჩახედული შიგნით და მინდა აი ეს შეგეკითხოთ. რა თქმა უნდა ის თქვენი დანახული ბელარუსია და ეს შიგნიდან და მე მინდა რო აღარ ჩაგეკითხოთ და ეს არ ჩაგეჭრათ ხოლმე რა მისცა ბელარუსიას სამხედრო თვალსაზრისით იმიტომ რომ მაგის გარშემო გიენი ქვეყნები არიან რომლებიც კმილებს ილესავენ და თუ გავიხსენებთ 2020 წელს იყო პირდაპირი ჩარევა ფიზიკური ჩარევა ბელარუსის შიდა საქმეებში რაც ჩვენ უკვე საქართველოს შეჩვეულები ვართ ამას რა ჩვენთან უკვე წლებია ეს გრძელდება დასავლეთიდან ხო და აი ბელარუსიამ გაუძლო, რის ფასად გაუძლო და რაც ყველაზე მთავარი რამით დავამთავრებ კითხვას რო არ გადავღალო საზოგადოება აი ეს ბირთვული იარაღის გადატანა ისკანდერები ნუ ისკანდერი შეგვიძლია ეს ბალისტიკური ხო აღარაფერს ვაყო პარეშკინებზე რა მისცა რისგან დააზღვია რა ისტორიის ხანგრძლივობაში როგორ შეიძლება ეს აღვიქვა ჩვენ დავუშვათ იმ სახელმწიფომ რომელიც რაც 34 წელია სულ პერევაროტებია რევოლუციებია და მოკლედ თავდასხმები ამ ქვეყანაზე არ წყდება დღემდე აი თქვენი გადმოსახედიდან შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ ჯერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რა იყო ესა წარმოება ეკონომიკა აი როგორ იმიტომ რომ ხალხს ეხლა ის დრო მოვიდა მეთქი და რატომ მოვიდა ის დრო ალბათ მე გადავალთ რეგიონის უსაფრთხოებაზე ირანის თემასაც შევეხებით აქვე უანონსებ და ამიტომ ძალიან გთხოვთ დიდი მადლობა მოწვევისათვის მადლობა მსმენელს მაყურებელს ვინც გეკითხებათ რატო არ ვარ ხოლმე ამისთვის მადლობა და მადლობა მოწვევისათვის რა დაკარგა ბელარუსია მოთაკიან დავიწყოთ არაფერი ბელარუსიას რუსეთთან ურთიერთობით არ დაუკარგავს პირიქით
აი იმ ქარტეხილებში, რომელიც დაიწყო 91 წლიდან, მე საბედნიეროდ 93 წლიდან, როდესაც საქართველოს გახდა DST-ს წევრი, ხშირად მიწევდა როგორც DST-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი მოქმედი კომისიის მდივანი საქართველოს მხრიდან, ბელორუსში, მოსკოვში, ერევანში, ბაქოში, DST-ს ქვეყნების დედაქალაქებში ყოფნა, მათ შორის მინსკში წელიწადში ორჯერ მაინც ვიყავი და ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა იყო ბატონო პაატა, რაც სხვა ქალაქებში. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა იყო, ზუსტად ანალოგიური განსაცდელის წინაშე იდგა მინსკი და ბელორუსია, რა განსაცდელის წინაშე იდგა საქართველო, სასონხეთი, აღმოსავლეთის ქვეყნები, აზიის ქვეყნები თუ რუსეთი. რატო ვთქვი ახლა ეს? დღევანდელი პრეზიდენტის აბსოლუტურად მკაცრი და პრაგმატული პოლიტიკის და რაც თავარია რუსეთთან დალაგებული იმ რუსეთთან, რომელიც მოგეხსენება არ იყო ელცინის რუსეთი და თვითონ ელცინი არ იყო ის კაცი და ის ხელმძღვანელი, რომელიც გამოდიოდა 100%-ით. მოდით ესე ვთქვათ, ნებისმიერი რუსი შეიძლება მოგწონდეს არ მოგწონდეს, მაგრამ ის იყო რუსეთის პრეზიდენტი და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ იქ იყო ძალიან ბევრი ქვედინებები, რომელიც რუსეთს აძლევდა სხვადასხვა პრეფერენციებს. აი იქიდან მოყოლებული ახანაგა ბატონმა ლუკაშენკომ, როგორც მითხრეს ბელორუსიაში, ასე შეიძლება მიმართო და ასე მოიხსენიო ახანაგი ლუკაშენკო, მან გააკეთა ერთადერთი პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსეთთან დაამყარა სტრატეგიული შეეცადა დაემყარებია სტრატეგიული თანამშრომლობა და აი ამ ნაბიჯებმა ეს არ იყო 1 წლის და 1, 2 და 3 წლის. ეს იყო მრავალწლიანი მცდელობა და არავის ეგონოს ის ბატონო პაატა, რომ ბელორუსიაზე არ იყო ზეწოლა. ძალიან დიდი ზეწოლა იყო. განსაკუთრებით 94-ში, 95-ში, 96-ში, 18-ში, 2000-იან წლებში ეს იყო არნახული ზეწოლა, ისევე როგორც ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც გამოვიდა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოს რეალობა ჩვენ კარგად მოგვეხსენება. და ამ ადამიანმა და ამ ქვეყანამ ერთი სწორი ნაბიჯი გადადგა. ქვეყანა ენდო თავის ლიდერს. რატომ ენდო? ენდო, იმიტომ რომ იგი პატიოსნად მაშინ დაინახეს ადამიანი, რომელიც არც თვითონ არ იპარავდა, არ ეწყინება მე მგონი არც ერთი პოსტსაბჭოური ქვეყნის ლიდერს და არც სხვას აპარიებდა. აი ეს იყო მთავარი და მან მოახერხა ის, რომ თავისი ხასიათიდან გამომდინარე მეურნე ადამიანმა შეძლო ქვეყნის ინტერესებიდან ხელმძღვანელობა. თქვენ მინსკში, შარშან ორჯერ ვიყავი მინსკში, თქვენ მინსკში ვერ ნახავთ იმ რაოდენობის, კი არა, სულ რამდენიმე ზვირადღირებული, ეგრეთ წოდებული ჯიპი ვნახე. რატო საშუალება რა აქვს? იცით რა არის, შეიძლება საშუალება აქვს, მაგრამ პატივს სცემენ ერთმანეთს. მინდა აღვნიშნო ის, რომ ავტოპარკი გაცილებით უფრო ახალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ოღონდ ეს არის საშუალო დონის ავტოპარკი, რომელიც 12, 13, 14000-იანი მანქანები, მაგრამ არა 200-იანი, 300 და 400-იანი მანქანები. ანუ ეს არის ის ცხოვრების წესი, რომელთაც მან ახალმა ლუკაშენკომ ბატონმა პრეზიდენტმა დაამკვიდრა ის, რომ ადამიანზე ააწყო და ადამიანის ინტერესებზე ააწყო მისი მმართველობა. მოდით რამდენიმე მაგალითს მოგახსენებთ. ის რომ დღეს მაგალითად ჩვენ რო ვიყავით ჩასულები, ერთ-ერთი საარჩევნო უბანი იყო განთავსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროში. და ჩვენი დელეგაცია რომ მივიდა როგორც დამკვირვებელი, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი დაგვხვდა იქ, კომისიის თავმჯდომარე იყო და აგვიხსნა რა მდგომარეობა როგორაა და ჩავეკითხეთ დეტალები სოფლის მეურნეობა რა თქმა უნდა განვითარებულია ბელორუსიაში და თქვა ასეთი რამ რომ 96% რძის წარმოება ეს არის სახელმწიფო სექტორი. ანუ კოლმეურნეობებში წარმოება რძე. აქ ხარისხზე ზედმეტია საუბარი, პროდუქცია, რა პროდუქცია იწარმოება ბელორუსიაში, ამაზე ხარისხზე ზედმეტია საუბარი და თუ რამე არის ისეთი პროდუქცია, რომელშიც შეიძლება იყოს დანამატი, აუცილებლად არის მითითებული. თუმცა ეს პროდუქცია არის დაახლოებით 0.1%. ეს შემოტანილი პროდუქციაზე მაქვს შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ამის სურვილი. სოფელში მცხოვრები ადამიანის გლეხს რომელიც დასაქმებულია სოფელში, საშუალო ხელფასი არის $350-400. ანუ ორი ადამიანი დასაქმებული რო არის $800-მდე არის შემოსავალი, ამას ემატება ადგილობრივი საკარმიდამო ნაკვეთში, რასაც მოიცევს და ის ყიდულუნარიანობა და ის ფასები, რომელიც არის
ბელორუსიაში ჩვენ თანხებზე თუ გადმოვიტან დაახლოებით უდრის დაახლოებით ერთ ოჯახზე $1200-1500 შემოსავალს. ეს რაც შეეხება აი ამ პატარა კომუნალურები რამდენია? კომუნალურები დაახლოებით ჩვენ ერთი ძალიან კარგი ადამიანი გვეხმარებოდა გადაადგილებაში, რომელსაც 3 შვილი ყავდა და მან თქვა რომ $40-დან $45-მდე მთლიანად გათბობა ელექტროენერგია, ინტერნეტი. ანუ სრულად, full package. სრული პაკეტი, ეს არის რასაც ის ზამთარში სულზე თუ არა, ოჯახზე. და აღმოჩნდა ის რომ მას იპოტეკით ჰქონდა, მინსკის ცენტრში არა, მაგრამ შორი ახლოს, ასე თუ სპალნი რაიონში რო ეძახიან, 3 ოთახიანი ბინა იპოტეკით აღებული, რაშიც იგი თვეში იხდიდა $80. ეს არის ისეთი ეს კომუნალურს არ ვიძახი. ეს იპოტეკის დასაფარი. ანუ მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში მას ორი ყავდა, მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოტეკა პრაქტიკულად უუქმდებოდა. დაიცა. ეს ახლა ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. ანუ ბელარუსიაში არის პროექტი, რომელიც მესამე ბავშვის გაჩენის შემთხვევაში სახელმწიფო იპოტეკურ დავალიანებას უნოლებს? მეორეზე არის როგორც მახსოვს ნახევრდება, მესამეზე ხდება მისი განოლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ მოდი დავიწყოთ იქიდან რომ $80 არის. რომც არ გააჩინოს მესამე შვილი, $80 არის თვეში გადასახადი. ბატონო, არ გაწყვეტნებთ ეხლა ძალიან მტკივნეული თემაა დღეს საქართველოში, ამიტომ მინდა რომ ეხლა ეს კარგად გაიგოს ჩემმა პრემიერმა და ხელისუფლებამ. ანუ ეხლა ვიღაცა შეიძლება თქვას რომ იცით რა, ბელარუსია ეხლა ტრადიციულად და ისტორიულად არის სასოფლო-სამეურნეო და ასე შემდეგ და რაღაცები კოდები ხო გამოჩნდებიან ხალხი, მაგრამ ფაქტი ერთია რომ 10 მილიონიანი ერია, მაგრამ სახელმწიფოს აქვს პროექტი და ეს მინდა გაიგოს ეხლა საქართველოს ხელისუფლებამ დემოგრაფიაზე რომ რაღაცა დაიწყო ფიქრი, იქნებ ჩვენც ვიფიქროთ ამაზე და ეს იმდენად მნიშვნელოვანია. დაუშვათ აქ ძალიან დიდი თანხა ბელარუს მოქალაქეს იპოტეკური. აი დიდი თანხა აქვს რა ხო. იქ როგორ არის, იქ დაუშვათ შეიძლება 9 მილიონი სახლი არ მისცენ, მაგრამ არის გარკვეული ნიხრები. რის აი დაუშვათ 3 ოთახიანი, 2 ოთახნახევრიანი, 3 ოთახნახევრიანი. არ არის ახლა შეიძლება არ არის რომ 200,000-იანი ბინა მისცენ. იქ შეზღუდვებიც არსებობს. აი ის აუცილებელი რაც ოჯახს უნდა კონდეს გარკვეულ კვადრატულაზე. ხომ დეტალებში არ ჩავეძიე, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ყვაყოფილი იყო და იძახდა რომ მე ყოფილი სამხედრო ვარ და მე ეს ჩემი შემოსავალი მრავალშვილიან ოჯახებს შეღავათი აქვს საკვებზე, შეღავათი აქვს სკოლაში უუშვებენ ბავშვებს პირველ სექტემბერს მოსაზრდებაზე და ძალიან ბევრი შეღავათი აქვს მათ იმისთვის რომ მრავალშვილიანმა ოჯახმა 3 შვილის ზევით უკვე მიიღონ ის პრეფერენციები რაც მათ მისცემს საშუალებას ოჯახში რის თქმა უნდა ადამიანურად იცხოვროს. აი მოდით თქვენ რა გაინტერესებთ აქა საუბარი რაზე რომ იყოს მინიმალურზე ოდნავ მეტი აქ არ არის საუბარი რაღაცა ესეთი მაღალი ცხოვრების დონე. არა, ეს არის აუცილებელი რაც ადამიანს სჭირდება და ცოტა აუცილებელზე მეტი და იყოს მშვიდად. ანუ ხვალინდელი დღის გარანტია ყველაზე მთავარი. ყველა ოჯახს აქვს და აი ხვალინდელი დღის გარანტია იძლევა იმის საშუალებას, რომ აი ეს სტაბილურობა და ეს სიმშვიდე რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავდით და ძალიან ბევრი ვიარეთ ქუჩაში გვაინტერესებს რა მდგომარეობა იყო. აი სტაბილურობა იწვევს აი იმ სიმშვიდეს. აბსოლუტურად, აი წარმოგიდგენთ ავტოსადგურში მოხვდით. მე მოხვდით ავტო სარკინიგზო სადგურში. გვაინტერესებდა, აი ვეძებდით როგორი მდგომარეობა იყო ჭუჭყის ნასახი ვნახეთ. ანუ ქალაქი არის მოწესრიგებული. ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის დაფასება. პირველი ადამიანი ვიყავი, მინდა მადლობა უთხრა ბელარუსის პირველი არხის ხელმძღვანელობას, როგორც კი არჩევნები დამთავრდა, დილის 7 საათზე როგორც კი ეთერი გაიხსნა, მიმიწვიეს და პირველი ვიყავი, ვინც მიულოცე ბატონ ლუკაშენკოს არჩევნები და დილის 6 საათზე მოვიდა მანქანა და ტელევიზიამდე დაახლოებით 20 წუთი იყო სასიარულო სასტუმროდან გაჩერებებზე
ბანო პაატა. უკვე იყო 10, 12, 13 კაცი დავინახე და რო ვკითხე. დილით 6 საათი. დილის 6-7 წუთზე, 7-20 წუთზე უკვე სასტუმროდან რო გამოვედი და ვკითხე ეს ხალხი მეთქი და ეს ხალხი უკვე სამსახურებში მიდისო. ანუ არც ერთი საწარმო, არც ერთი წარმოება კომუნისტებიდან მოყოლებული არ გაჩერებულა არც ერთი დღით. იყო შეფერხებები, რა თქმა უნდა, ზოგიერთი საწარმო კონსერვაციაზეც იყო, მაგრამ ის რომ ვინმეს გაებედა მისი გაყიდვა, ის რომ ვინმეს გაებედა მისი დაშლა აგურ-აგურ სახში წაღება, ასეთი რამ არ ყოფილა. არ ნახულად რამდენიმე ორი დღე ვიყავით არჩევნების წინა დღეს და მეორე დღეს ვიყავით და სკოლებში შევედით უმაღლეს სასწავლებლის საცხოვრებლებში სადაც იყო გახსნილი უბნები. ნუ სტუდენტი სტუდენტს გავს. მოსწავლე მოსწავლეს გავს. იქ მე ვერ ვნახე პირსინგიანი რაღაცა ესეთი, მე არავის ახლა პირად ცხოვრებაში არ ვყოფ ცხვირს, მაგრამ არის რაღაცა, რომ ადამიანი სტუდენტს გავს სტუდენტს და გამახსენდა ჩემი ბავშვობა, ჩემი სტუდენტობა და ჩემი მოსწავლის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვიყავით სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები და არა რაღაცა ესეთი, რო ვერ გაიგებ, მასწავლებელია თუ მოსწავლე. ბატონო. ამავდროულად რა მიიღო რუსეთისგან? რუსეთისგან მიიღო პრაქტიკულად მთელი ეკონომიკის 70-80% ბელორუსიას მიმული აქვს რუსეთს. 2025 წლისთვის დავინტერესდი ამ დღეებში სტუმრები იყო ჩამოსულები შევხვდი და 55-60 მილიარდზე არის ასული უკვე რამდენი 55-60 მილიარდ დოლარზეა ეწლიური შემოიმაზე ბრუნვა, სავაჭრო ბრუნვა რუსეთ-ბელორუსიას შორის. ბოლო 2025 წელს ეს ციფრი გაზრდილი არის 3.5-დან 5.2%-მდე, ნუ სხვადასხვა დარგში. ძირითადად ეს არის სუბუქი მრეწველობა, ეს არის საკვები, ეს არის ელექტროდანადგარები, ეს არის ავტობუსები, ეს არის გადამამუშავებელი მრეწველობა და ეს არის ერთობლივი საწარმოები, რომლითაც პრაქტიკულად ბელორუსმა მოახერხა თავის ეკონომიკის დაყენება და რასთავარია რუსეთის საზღვაო პორტები, რომელსაც ძალიან დიდი წარმატებით იყენებს ბელორუსია და ამითი პრაქტიკულად მას შეძლო უკვე გასულიყო უცხოეთის ბაზრებზე. ჩინეთთან მაგალითად. მათ შორის. და აი ამან მისცა საშუალება ბელორუსიას და მის ლიდერს, რომ ეს ქვეყანა მიეყვანა იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობამდე დღეს და ჩვენ ვხედავთ ამას. მარტივი მაგალითი 5 ვარსკვლავიან შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ჩემს გასაკვირი იყო 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, ჩვენთან რო 20 ლარი ღირს, მე მგონი და 18 ლარი ღირს ერთი ბაკალი ლუდი, იქ ღირდა 3 ლარ ნახევარი ბაკალი ლუდი და ყავა ღირდა 2 ლარი. ნუ ასე ფასები იყო რაღაცნაირად ესეთი ჩვენთვის ძალიან მისაღები კი არა გასაკვირი და რაც შეეხება მაღაზიებში ფასებს და ხარისხზე აღარ ვსაუბრობ. ხარისხზე იქ საუბარი არ არის. იქ რომ დაინახოს და აღმოაჩინონ ხარისხში რაღაც დარღვევა, დარწმუნებული იყავთ, რომ შეიძლება ქვეყნის ლიდერმა ის ადამიანი ადგილზევე სუბუქებში და ცემოს მიტოვებს. ბატონო მიშა, უყურეთ თქვენ თქვით, რომ იქ ესეთი ძვირად ღირებული მანქანები არ დადის. ეხლა მე ცოტა ამინდა მან შემთხვევაში კი ხარ. მე აი აბივატი უბრალოდ მაყოლებელი რო ვარ. კაცო, თუ კარგად ცხოვრობ, რა ვიცი, რო ვიყიდო დაუშვათ. აი მინდა რომ ვიყიდო Toyota-ს ჯიპი. დავსვია კითხვა. დავუსვი. კი ბატონო, იყიდოს Toyota-ს ჯიპი, ოღონდ დააშენოს სკოლაო. არა, მე შეიძლება სკოლა ეს ძალიან ახლა შინაურ საუბარში იყო. რო ვიკითხე რომ მეთქი სად არის აი ეს ჯიპები დიდი 3-4. ანუ კანონით არის აკრძალული. არ არის კანონით აკრძალული. უბრალოდ როგორც მე მივხვდი, ცუდ ტონად ითვლება. ანუ არ ითვლება კარგ ტონად, რომ თუმცა პარლამენტის აპარატი გადაადგილდება ჯიპებზე, რომელიც იწარმოება. ეს ჩინური ჯიპებია. რა, არ ვერ გადაადგილდებია? არა, მაგაზე კი არ გეუბნები. ვერ მოძრაობენ? არა, იცი თითქოს აი დიქტატურა და აი შენ თუ Mercedes იყიდი, ან ჯიპს იყიდი, შენ უკვე მიუღებელი კაცი და რაღაცა ესეთი აი რა, ეხლა დავიჯერო მინსკში არა, არიან, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ვერ ვნახე. შეიძლება მე ვერ დავინახე, მაგრამ არიან იქ შეძლებული ხალხი და მათ ეყოლება, მაგრამ მე როგორც მივხვდი, ისინი ცდილობენ იცხოვრონ ძალიან მოგზალებულად.
რომ სხვისი გაღიზიანება აი, მოხდეს. აი, მაგის, არ მოხდეს ადამიანმა, რომელიც ფეხით გადადის და ფეხით მოძრაობს, რომ ადამიანებს ფენებს შორის განსხვავება არ იყოს დიდარი, რომელიც დადის 300,000-იანი მანქანით და არ იყოს ადამიანი, რომელსაც ხვალ არ იცის პურის ფული ექნება თუ არ ექნება. აი ეს იწვევს სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას. მამაჩემი იხსენებდა, მამაჩემი ომის თაობა იყო. მამაჩემი იხსენებდა, რომ ბაბუაჩემი სასამართლოს თავმჯდომარე იყო და უკეთ ისე წრეში იყო, რომ ზოგი რაიკომის დივანი იყო მისი მეგობრის მამა. ანუ როგორც მამაჩემი იდგა ნავთის რიგში და პადუშკა კამფეტის რიგში, ისე იდგა ნებისმიერი დაუშვათ მუშის ან გლეხიშვილი. იმიტომ რომ არ ეგზნო ადამიანს ის, რომ დაუშვათ ის არის რაიკომის დივნის შვილი, ან ის არის უბრალო მუშის შვილი. ანუ სოციალური თანასწორობაზე აქვს საუბარი. შენ თუ სოციალურ თანასწორობას ამყარებ ქვეყანაში, მაშინ ყველას აქვს უფლება. ადამიანს შეუძლია ხა ნებისმიერ თანამდებობის პირს, მოდით შევთანხმდეთ, სოფლიოში ესია პრივილეგია აქვს. ეს არის დაუწერელი კანონი, მაგრამ შენ რომ თანამდებობის პირს შეგიძლია $100 სიტყვაზე შამპანური მიირთვა, შენ ისეთი პირობები უნდა შექმნა ქვეყანაში, რომ ნებისმიერ ადამიანს $3 ღვინის ყიდვა და ერთი შამფური, ერთი პორცია წვადის საშუალება ჰქონდეს. შენ თუ ამას მიაღწიე, მაშინ ალარი და უსაყუდრო იყოს, მაგრამ როცა ადამიანს მაკარონზე და პურზე აქვს პრობლემა და ხორცს შეიძლება წელიწადში 2 ჯერ ყიდულობს და რესტორანში 1000-ებს ტოვებ, ეს მარტო საქართველოში არ არის. მე რატო განვაზოგადე და ახლა მინსკზე რატო აი ეს პრობლემები არის მოხსნილი. აი ეს პრობლემები არ არსებობს იქ და აი ამ პრობლემის არ არსებობისთვის ამ კაცს ემენ პატივს. ამ კაცს ემენ პატივს, იმიტომ რომ მან 2020 წელს, როდესაც პრაქტიკულად ბელორუსის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგა. ეს კაცი თავის შვილთან ერთად კი არ დაიმალა, აიღო ავტომატი და დადგა იქ და მაშინ რუსეთს მან დაუფასა, ახლა არავის არ ეწყინოს, არც ქვეყანას არ ეწყინოს, მაშინ მან რუსეთს საბოლოოდ დაუფასა ის, რაც ბევრმა არ დაუფასა. რუსეთს ბევრი ყავს გადარჩენილი. კი. ძალიან ბევრი ქვეყანა უახლოეს 10 წლეულზე რო ავიღოთ, მაგრამ ბევრმა ეს ვერ დაინახა. ეხლა რა მიიღო რუსეთისგან? რუსეთისგან მიიღო ის გარანტიები, რომელიც ნებისმიერი დასავლეთი, რომელიც ახლა ნაკლებად უკეცალია ბელორუსიისთვის და ყოველი კვირა დააშორებს დასავლეთს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას ბელორუსიის ინტერესებისგან, ბელორუსია დაცული იქნება და დაცული არის ნებისმიერი სანქციებისგან. ჩვენს ნებისმიერი სანქციები. დინებად ფინანსური სანქციები იყოს. რა უნდა დაუყადაღოს მინისტრს? აი რითი შეიძლება დააშანტაჟოს? აი მივედით ახლა მაგამდე. მინისტრს თუ არ იპარავ, მინისტრ სახლები არა აქვს, ესპანეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ამერიკაში, რითი აშანტაჟებ შენ? რითი აშანტაჟებდნენ რუს ოლიგარქებს ბრიტანეთში? როეუბნეოდა რუსეთის პრეზიდენტი ბატონი პუტინი, რომ ზამუჩიძეს პრილბუძის ეკლატაცია. ხო, რომ ჯერ ჩაატანიეს ეს მილიარდები და მე საიდან ეს მილიარდებიო და ყველას დაუყადაგეს. ანუ ბელორუსიის არც ერთ მინისტრს არ აქვს იმის უფლება და ვერც წარმოიდგენენ, რომ ესპანეთში ან საფრანგეთში ან ანგარიში გახსნა და სახლი იყინა, იმიტომ რომ ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის კაცი ხდება იმ ქვეყნის მონა, სადაც მას აქვს უძრავი ქონება. აი ეს მდგენელია ყველაფერი, რომელმაც მისცა ამ ქვეყანას და ჩვენ თუ გვინდა აი ახლა მადმინდა მისვლა. აი ჩვენ ახლა მოკლედ ახლა ბელორუსიაზე საათები არ გვეყოფა. კი არა, მაგაზე და არც იმას ახლა სამხედრო თემაში ნაკლებად მინდა რომ კითხოთ, იმიტომ რომ არა ეს ჩემი ანუ უსაფრთხოების გარანტია არის, სანქციების შემთხვევაში გარანტირებულია, ბაზრები გახსნილი აქვს, როგორც აღმოსავლეთში, ისე ჩრდილო აღმოსავლეთში და ასე შემდეგ. ახლა მოდი სტრატეგიულად ჩვენ საქართველოში გადმოვინახოთ. გასაგებია, რომ ჩვენს რეგიონში, აი საქართველოს შემთხვევაში როგორ იქნება? აი თქვენი გადმოსახედიდან პოტენციალი საქართველოსი დაუშვათ, რაც გვაქვს და რაც გააქვს, კიდე დღემდე რო გააქვთ დასავლეთში ამ იმ სამყაროს 34 წელი, ვისაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. რომ ხედველობაში მაქვს ევროპისა და ამერიკის ისენი. აი
ფაქტია, რომ ჩვენს რეგიონიდან გავიდნენ. კი არ გადიან, უკვე გავიდნენ. ჩვენ შემთხვევაში რომ გადავედით, დაუშვათ, აი მოხდა რაღაცა და აუცილებლად მოხდება, ეხლა ვამბობ მე ამას და გავხდით ღმერთმა პატიე, რუსეთ, ბელარუსია, საქართველოს კავშირის წევრები. პირობითად ავიღოთ ჯერზე. მანდ ქართველს აქ წამოეშვება აზრი. აი ყველა ქართველს ერთი აზრი დაებადება. და აფხაზებს რა შვებით? სამოჩაბლოზე რა შვებით? გავიგეთ რომ ლუკაშენკო მეგობარი ძალიან პადეშკას გვიპადეშკებს და საქართველოს და მარტო ეს რა დღირდა ეს საქართველო და LGBT-ო და რაღაცა ძალიან თვითონ ტიპია ეგეთი. ხო და ისე თამას დუმბაძე მეუბნება თენგო დუმბაძე მეუბნება ჩამოდი ჩვენი დიასპორის უფროსი ვინც არის თუნდაც მოვიკითხო ჩვენი თენგიზა თენგის დიდი მოკითხვა სხვა შორის ძალიან კაი კონცერტი გააკეთა ჩვენ რო ვიყავით იქ ჩასული დიასპორასთან ერთად ძალიან საინტერესო ხალხის შეკრიბა და ძალიან დიდ სამუშაოს ეწევა და მადლობა ამისთვის აი ტერიტორიული შემთხვევაში როგორ აი ლუკაშენკო აი გავიხადით ლუკაშენკო მოკავშირე აი მოდი პირდაპირ ხო იცი მე არ მიყვარს კარგით მოდი აი მოკავშირე არის ჩვენი არის ლუკაშენკო აი დიდ რუსეთთან კი ბატონო აი თქვენი გადმოსახედიდან აი როგორ წარმოსახვაში როგორ მიგაჩნიათ აი როგორ შეიძლება ეს თემა დაალაგდეს თქვენი გადმოსახედიდან ჩემი გადმოსახედიდან პირველი რაც თქვენ ბრძანეთ დასავლეთი გადის და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და წლები ამაზე ვსაუბრობთ დასავლეთი გადის და ამერიკა პრაქტიკულად გავიდა ევროპის ვიღაცა ნარჩენებია რომლებიც რაღაც დსთ-ში ბრუნდებით და დსთ-ში ჩვენ რო შევედით სხვა შორის დსთ-ში რო შევედით 179 ხელშეკრულება გავაფორმეთ რისი წყალობითაც ჩვენ ყოფილ პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან ისეთი ვაჭრობის საშუალება მოგოცა რომელიც დღეს არ აქვს ამას მე პირდაპირ გეუბნები რომ მე მონაწილე ვიყავი ამ საქმიანობაში იმ პერიოდში ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური შანსი როცა კიდე გვეძახიან იგივე 3+3-ში სადაც ბატონი ლავროვის მე-6 სკამი აქვს ჩვენთვის დადგმული და არა მე-7 და მე-8 სხვისთვის და საქართველოს ეძახიან როგორც თავის აღიარებულ საზღვრებში და რაც შეეხება საქართველოს ბელორუსის კავშირში შესვლა ეს არის ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი ნაბიჯი იმისთვის რომ ჩვენ დავიწყოთ დიალოგი აფხაზეთთან და ცხინვალთან ურთიერთობის მე შორს ავარ იმას რომ ეს იქნება 1 და 2 3 თვის საქმე არა ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი მაგრამ ის მდგომარეობა რომელიც დღეს ჩვენ ვართ ბატონო პაატა ეს ჩვენ ყოველდღე გვაშორებს თაობებს აშორებს უკვე იმას რა ტრაგედიას ჩვენ დავგმართეს ამერიკელებმა და ანგლოსაქსონმა კოლექტივმა დასავლეთმა ჩვენ რაც თავარია უნდა მოვექცეთ ერთ ორგანიზაციაში ერთ საზოგადოებაში ერთ უსაფრთხო ხოლგის ქვეშ რომელშიც ვიქნებით ერთად იქ აფხაზი იქნება იქ ოსი იქნება იქ აუცილებლად სხვები დაემატებიან ეხლა ირანში რა პროცესების მიზეზს მაგას დაუბრუნდებით ეს გამოიწვევს აუცილებლად რუსეთ-ბელორუსის კავშირისკენ სწრაფვას ნებისმიერი ახლა ჩვენ ხო სანქციების გვეშენია სანქციების და ობიექტურად ჩვენ ახლა დაგვასანქცირონ ფინანსურად შეიძლება ჩამოგვეშალოს ნუ ეს ეკონომისტების მიგვინდვია არ არის ეს ჩემი საქმე მაგრამ როცა შენ ამ ორ ძლიერ ქვეყანასთან ხარ და როცა შენ ინტეგრირებული ხდები ეკონომიკურად შენ დაცული ხარ სანქციებისგან ნებისმიერი სანქცია რომელზეც პატარა ქვეყანას დაუწესებენ შენ შეგიძლია გადალახო ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობაში როგორც არის ბელორუსია და როგორც არის რუსეთი ავტომატურად აფხაზეთი და სამაჩაბლოც მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების პოლიტიკური ნების შემთხვევაში ჩვენ აი ამ ფორმატში უკვე იქ შეგვიძლია დიალოგის დაწყება ჩვენ ახლა შეგვიძლია დიალოგის დაწყება მაგრამ ჯერ კიდევ ეთყობა რაღაცა ესეთი საფრთხეები უბრალოდ აი ამ საფრთხეებზე ვსაუბრობ მე რასაც ქვია სანქცირება ჩვენ ახლა დაგვიწესონ გაგვიშვის SWIFT-ი და ასე შემდეგ გაგვითიშონ და რაღაც რაც პრაქტიკულად ჩამოშლის საქართველოს ეკონომიკას და ხო ხედავთ როგორ კბილებალესილები არიან
და მიუწვეულები არიან კედელთან დასავლეთი, ხო? ეს კიდე საფრთხე არის, მაგრამ თუ ჩვენ ვიპოვოთ ჩვენი ქოლგა და გარანტია ჩვენი ეკონომიკური გადარჩენის. მე როცა საიდანღაც მოვდივარ, უნდა ვიცოდე სად მივდივარ. რა თქმა უნდა. სად გადამიხდიან, სად იქნება ჩემი ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკა, ჩვენი მანდარინი, ჩვენი ბორჯომი, ჩვენი ხილი არ არის ისეთი, რომელიც ნებისმიერ თუნდაც რუსულ სუპერმარკეტების ქსელს სამწუხაროდ ბატონებო არავინ მოგატყუოს ის, რომ საქართველოს შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში რომელიმე სუპერმარკეტების თუნდაც მცირე ზომის რუსული ან ბელორუსი სუპერმარკეტები მოამარაგოს ციტრუსით ან ვაშლით. ერთ და იგივე კალიბროვკის, ერთ და იგივე ხარისხის, ერთ და იგივე ხარისხის და ერთ და იგივე ჯიშის. თვევის რის გამო და ანუ ჩვენი სოფლის მეურნეობა ოდითგანვე ეს იყო მცირე ქართულოვანი თუ შეხვედრიათ ბელარუსიაში? კი, რა თქმა უნდა, ქართულოვანი შეხვედრია. კი, და სხვათა შორის, აი, კარგი რამ მზადეთ. ისტორიული მეხსიერება. ისტორიული მეხსიერება, სადაც უნდა შევედეთ ხო სკოლებში და რო იგებდნენ ქართული დელეგაციაო, ისეთი სიტყვა, ისეთი სიყვარული იყო, ყველა იხსენებდა, როგორ ჩამოდიოდნენ საქართველოში, მით უმეტეს უფროსი თაობა, როგორ ისვენებდნენ იგივე სოხუმში, ბათუმში, ბორჯომში და ყველაზე სასიხარულო რა იყო, რომ ახალგაზრდებიც საქმის კურსში არიან საქართველოზე, ბოდიში ამ გამოთქვაზე, მაგრამ აი უფროსი თაობა ანალოგიური არის მოსკოვშიც. მერც უნდათ მე გახდეთ ასევე ბატონ ვლადიმერ პუტინის საარჩევნო არჩევნები რო იყო, მაშინაც დამკვირვებელი ვიყავი ჩვენ დელეგაციასთან ერთად მარტის თვეში და ანალოგიური განწყობა არის. ანუ სანამ ჩვენ გვაქვს ისტორიული მეხსიერება, სანამ კიდე არის ხალხი, რომელსაც მიმღეობა აქვს ქართველი კაცის, ქართველი ქალის. ჩვენ აი ეს უნდა გამოვიყენოთ, თორე სამწუხაროდ კიდე რამდენიმე წელი, 10-15 წელი და შეიძლება ეს გენეტიკური ურთიერთობა დაიკარგოს. მე რმადა ვარ დაწუნებული. ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ რუსულ-ბელორუსულ კავშირში მხარდაჭერილი იქნება ორი ხელით, აპატიეთ, ორი ფეხით. ამ გამოთქვისთვის როგორც ბელორუსისგან, ასევე რუსეთისგან. და ის საშიშროება, ხო მინდა ხელისუფლების გასაგონათავს თქვა, ის საშიშროება, რომელიც დღემდე იყო, აი ეს მასობრივი გამოსვლები, ქუჩაში დამხობა ხელისუფლების, მეც უნდა რამდენიმე თვეში ეს საფრთხე აღარ იქნება. აღარ იქნება, რა. არ იქნება, იმიტომ რომ ირანის ფაქტორი ისე სერიოზულად იმუშავებს, რომ კაციშვილი ხმის ამომღები არ არის და ალბათ თუ რამდენიმე თვის წინ უფრო ხმამაღლა ვაკრიტიკებდი და ვამბობდი რომ აბა ეს ქენით ის ქენით დღეს უკვე დადგა და ალბათ 2-3 თვეში ამ წლის ბოლოს ნებისმიერ გადაწყვეტილება ხელისუფლების რომელიც იქნება მიმართული აი ამ რუსულ-ბელორუსულ კავშირში შესვლაზე განაცხადით საკმარისია ბატონო შესვლაზე არა განაცხადით საკმარისი იქნება განაცხადით საკმარისი იქნება იმაზე რომ ჩვენ გამოვდივართ ევროკავშირის სტრუქტურებში აღარ მინდა. ალიომა როგორ გააკეთა რამდენიმე წელს წინ. უბრალოდ თქვა რომ მე აღარ მინდა ევროკავშირი. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ არ მინდა ის ევროკავშირი, სადაც არის ისეთი ლიდერები, რომლებიც ევროკავშირს ანგრევენ. ამას ჩვენ როდის ვამბობდით? 5, 6, 4, რა ვიცი 30 წელს წინ, ხო? კარგია რომ ამას ამბობს ხელისუფლება. არჩევნები ჩატარდება უახლოეს პერიოდში საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, X სხვა ლიდერები მოვლენ. ანუ ავტომატურად ევროკავშირი შეიცვლის ზნეს და ფერს. და იქაც არავის არ დაჭირდება შენთან ჭიდაობა, იმიტომ რომ შენთან ჭიდაობა ავტომატურად ნიშნავს უკვე რუსეთთან ჭიდაობას. და რუსეთთან ტერი ეჭიდავა ჯერ 90-იანის რუსეთს. და მე მით უმეტეს ის ფონი რაც იქნება 2026 წლისთვის, რუსეთს ექნება საშუალება ყველა ნაბიჯის გადადგმის. Facebook-ზე დავწერე, რომ ნახურად ხუმრობით, რომ ნავთობზე ემბარგო მოუხსნა მეთქი იმას, რა ქვია და კიდე ნეტა რის ნებას მიცემს მეთქი, ჭყალებში ამერიკა რუსეთს თქო. ანუ ის რაც რუსეთისთვის იყო დამანგრეველი, მივიდა ღმერთის წყალობით იქნება თუ ობიექტური რეალობით, ამერიკამ თქვა რომ ბატონო გაყიდე შენი ნავთობი, ოღონდ ნუ ჩამოშლი ამ რა ქვია ნავთობის ბაზარს, ხო? ყველაფერი ისე მიდის, რომ ჩვენ გვეხსნება ახლა ხელი და ყველაზე ახლო ურთიერთობა მენტალურად, ქრისტიანულად ყველაზე ახლო ჩვენს არის რუსეთი და ბელორუსი და ბელორუსის მიმართ საქართველოს მოსახლეობის კეთილგანწყობა ყველას მოგვეხსენება არის ძალიან დადებითი.
და აქ ფაქტორი ეს არის ძალიან ბევრი რამ, რომ ეთყობა ქართულ ადამიანს მაინც უნდა უყვარს წესრიგი. მიუხედავად ჩვენი ესეთი ხასიათისა, არამდგრადი კი არა, ესეთი თავისუფალი ხასიათისა, ჩვენ მაინც წესრიგის მოყვარული ხალხი ვართ. და აი ამ 25 წელმა ჩვენ ამოვგვაგდოთ ჩვენი კალაპოტიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თამამები ვართ, ჩვენ ვინ თქვა რომ ქართულ კაცს შრომა არ უყვარს. ის რაც შეიქმნა 30-იანი წლებიდან, ის კოლმეურნეობები, ის დოვლათი, ის შენობები 55 წელს წყალტუბო უკვე იყო სრულად დაკომპლექტებული წყალტუბოს კურორტები. მე შევქმენი თუ ის უცხოელები ჩამოვიდა ისინი მიშენებდნენ. ქართველი აშენებდნენ, იმიტომ რომ ის ხედავდა თავის შედეგს და 90-იანების 93-ში, 14-ში, 15-ში, როდესაც საქართველოს მიზანმიმართულად 92-13-14 წლებში ქარხნის დირექტორი, რომელსაც წამოსდებოდა, რომ ეს ქარხანა იქნებ კონსერვაციას დავაყენოთო, მეორე დღეს მოხსნილი იყო. და მოყავდა ეს დირექტორი, რომელიც მას მიწის პირზე ანადგურებდა. ნახეთ ჩვენი ყოფილი ქარხნების ადგილზე რა არის, საწყობებათა გადაქცეული. ჩვენ გადავედით მესამე კატეგორიის ქვეყნებში გადავედით. იმიტომ კი რომ ჩვენ ვიყავთ პირველი კატეგორია. ჩვენ ყველაფერი გქონდა. სრული ციკლი გქონდა ყველაფერს, ბევრჯერ მithქვამს. ორი მრეწველობის, მსუბუქი მრეწველობა, მძიმე მრეწველობა. უმაღლესი განათლების სამინისტრო, საშუალო განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურა იყო, სოფმრეწვი, ის მრეწვი, საქსოფტექნიკა, ანუ ქვეყანას, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, იმპერიის დონეზე ვიყავით აწყობილები და 3 წელიწადში საკუთარი ხელით ეს ყველაფერი დაგვანგრევიეს. იმეც ვიტოვებ, პატარა სახლის არევა ადვილია, მაგრამ პატარა სახლის დალაგებას ადვილია. ჩვენ რამდენიმე წელი გვინდა, რომ აი ესეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ჩვენი მეზობლები, რომელსაც მენტალური ბმა გვაქვს. ჩვენ რატო ვერ დასავლეთთან რატო ვერ გვაქვს? მენტალური ბმა არა. არა გვაქვს. მათი მენტალობა ის კი არა, რომ იქ პაპატია და მამათ მავლობა და პიდარასტი. არა, ბანობა და საფრანგეთში 2 მილიონ ახალი კაცი გამოვიდა შაშანწინ მამათ მავლობის და ამის, მაგრამ იქ ხელისუფლება ეუბნება ამას, რომ ქალია და მშობელი 1, მშობელი 2, ხო? თორე საფრანგეთში, გერმანიაში არიან კაცების, ქალების და შეიძლება ბევრზე ვაჟკაცები იყო, მაგრამ ეს ხელისუფლება მოვიდა. ნახეთ, ხელისუფლებები ვინ არიან დასავლეთში დღეს? გადახედეთ, ეს ამისთანა ხელისუფლება დაუშვათ 60-იან წლებში საფრანგეთში, გერმანიაში რეგიონში არ იქნებოდა. რეგიონში, აი რეგიონალურ დონეზე არ იქნებოდა ეს ხელმძღვანელობა, მაგრამ ნუ ეს გლობალიზაცია ამას დავანებოთ თავი. დაუბრუნდეთ ჩვენ პრობლემას. დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ჩვენ გვჭირდება მეგობარი. ჩვენ მეგობრის გარეშე დავჭირდება. დაგირეკოს ლუკასოვი, ალექსანდრე გრიგორიჩ პაპაგიბრა. ხო, არა. მაგრამ რო მიდი რა დაელაპარაკე. უთხარი რომ აი გრიგორიჩ, ვლადიმიროვიჩ, აგერა ვარ. ხო ხედავ, მორჩა დამთავრებულია ყველაფერი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნებისმიერი ნაბიჯი ისე მე გამიმარჯვოს, რაც თქვი ყველაფერი ისე მოხდა და ჩემო ჯვარს გაუმარჯვოს. ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ, უახლოვეს თვეებში არანაირ მღელვარებას საქართველოში არ გამოიწევს. იმიტომ ახლა დეტალებით არის სპეცსამსახურები და იმათ კითხო რატო არ გამოიწევს. აქვე მინდა დაუვანოსო მაყურებლებს, ჩემს მერე გადაცემა გავა, სადაც ბატონი ვალერი კვარაცხელე და ბატონ ფრიდონ ინჯია იქნება და ისინიც ისაუბრებენ ამ ბელარუსის თემაზე, მაგრამ ეხლა ბატონო მიხეილ მინდა ვერ გაგიშვებთ ისე რომ არ შევეხოთ ახლა ჩვენ ირანს და სპარსეთის ყურეს. ახლა პირდაპირ გენეტიკურ, ესე იგი, ორგანულ კავშირშია ჩვენთან. მე ახლა ვიგეტყვით, რომ ადრე მქონდა ქართველ კაცს ესეთი განცდა. ხო, კაი, დაუშვათ, ჩემებმა დაუშვათ, ჩემებს ვეძახი, იქ სათეთრე შვილები არიან, ძალოვნები. ხო, ჩემებმა ჩამოანგრიეს ამ კაი, ჩვენი კოლონიზატორების დღის წესრიგი აქა, ანუ მეგეონებით ეს დასავლეთი დღის წესრიგი ჩამოანგრიეს და უკვე ეს უკვე ხელშესახები ხდება, თვალნათლივ ჩანს ეს ყველაფერი. რამაც მოგცა საშუალება ანტი-LGBT კანონის მიღება, ინუაგენტის, ანუ ეს გამჭვირვალობის კანონის მიღება, ხო, ამალ მოგცა და ესენი ნუ დაიბრალებენ თავის თავზე, რომ ამათმა ივაშკაცეს. ეს ჩემებმა იქ ივაშკაცეს და მისცეს ამის საშუალება. მადლობა, რომ ისარგებლეს ამ
იმით, სიკეთით. მაგრამ უკვე გათვლა იყო რაზე, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკის შეერთებული შტატები აი წლები არსებობდა სამხედრო ბაზები და მე უფრო ცოტა მეტი ვიცი იქ სადაზვერვო იქ თელი სხვათა შორის კუვეიტიდან სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინელებს კუვეიტიდან აძლევდნენ აი ეს რელესი რო აუფეთქეს მილიარდ მილიონიანი 20,000-იანმა შახიდმა რო წყალში ჩაუყარა ეს ხო და უყურეთ მადლობა ამისთვის ირანს უყურეთ ფაქტია რომ ეს სპარსეთის ყურის 15-ვე სახელმწიფო ნახა ერთი რამე რა მარტო მაგათ მაგიან ნახეთ ხო ჩვენც ნახეთ და ყველამ ნახა თელმა კაცობრიობამ ნახა როგორც კი დაიწყო დაბომბვა და ირანთან ესე ვთქვათ ყოველად ესე იგი ამაზრზენი ომი დაიწყეს იმიტომ რომ ეხლა ქრონოლოგს ვიტყვი წინა 2 დღის წინ მოლაპარაკებებზე დაუძახეს მოლაპარაკებები მიდიოდა მშვენივრად ესე იგი ის ვუდკოფი გამოდიოდა აი всё უკვე წინ წავიწიეთ ხალხს კაცობრიობას დააჯერეს რომ всё ანუ შეთანხმება რაღაცაზე უკვე მოხდა ჯერ ამით ვუდკოფიც დაღუპეს ახლა როგორ შეიძლება ამის მერე რუსეთი ემდოს ვუდკოფს ხო ის ვუდკოფი იყო წინაღამეს გამოვიდა და ჩვენაო შევთანხმდითო ირანთანო და კაი შეთანხმება გვაქვს და მე იმ საღამოთვე დაბომბვა დაიწყეს. აი როგორ შეიძლება ახლა ვუდკოფს დაუჯერო? ანუ გაანადგურეს, როგორც ვენსი გაანადგურეს, ისე გაანადგურეს ვუდკოფიც. ანუ მომლაპარაკებლის დავერენეს როგორა სანდოობა, ხო, უკვე ცოტა ეჭვის ქვეშ დგას და ამას ყველა სერიოზული სახელმწიფო უყურებს. მაგრამ აქ თავარი ხა ჩემი გადმოსახედიდან ის ბაჰრეინელები, ყატარელები, საუდის არაბელები და ეს ახლა ბოლო ომანელები უყურებდნენ ერთ რამეს, კაცო. მე მეგონა ვიყავი დაცული. აი 10 წლეულებით მე მეგონა ჩემი თავი იყო დაცული, იმიტომ რომ აქ მედგა ესე ვთქვათ სუპერ სახელმწიფოს ჯარები და მეგონა რომ მე ვიყავი დაცული. კაცო და ამის საფუძველზე მე ქალაქები ავაშენე, ეკონომიკა ავაშენე, რა ვიცი, ტურიზმი გავაკეთე, რა ვიცი, მილიარდები და უზომოდ არანორმალურად გავმდიდრდი, კაცო, ამის საფუძველზე. და ირანის დაბომბვიდან მესამე დღეს საელჩოებიდანაც გაიქცნენ. სამხედრო ბაზებიდანაც გაიქცნენ. და თელი ეს 15-ვე სახელმწიფო ესე ვთქვათ, ტექნიკურად შექმნილი, უდაბნოზე შექმნილი სახელმწიფო დარჩა საერთოდ დაუცველი, კაცო. ვისი იმედიც ჰქონდათ, ზუსტად იმათმა მოძუძგეს იქიდან. ამას ეხლა ესე ქვია, კაცო, კი არ გავიდნენ, ამას გაქცევა ქვია. მაგალითს მოვიყვან, მოვამბობენ რომ ავღანეთიდან გამოვიდა შტატები. არა, კაცო, ავღანეთიდან მე გამოვედი. იმიტომ რომ მე ბეტერზე ვიყავი წამოწოლილი, რომ გამოვდიოდი. და ჩემს მერე 3 წელი შევინახე ნაჯიბულა კიდე იქ და ეს ელცინი რო არ მოსულიყო ეს ლიბერალური მხარე კიდე დიდხანს შევინახავდით კაცო ამას ქვია გამოსვლა და ეგენი რატომღაც ქალის კაბა გადაიწვეს ისე გამოიქცნენ კაბულიდან ამიტომ სწორად მინდა ხალხმა ანუ იმ სახელმწიფოებად ჩვენმა სახელმწიფოებად დაინახეს რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების ყოფნა შენ სახელმწიფოში თლათ არ ყოფილა შენი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ანუ ჩვენი რეგიონიდან უკვე კი არ გადიან და კი არ გავლენ, უკვე გავიდნენ, კაცო. მითხარით რომელ სახელმწიფოშია ჩვენ სამეზობლოში შტატი? აი, ახლო აღმოსავლეთში რომ ბაზა ამერიკული. ეხლა შეგახსენებთ რომ ულტიმატუმში, ირანის ულტიმატუმში, ნახეთ რა დრო მოვიდა. პირდაპირ უწერია ულტიმატუმს. ირანის დაწერა ესე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ეს რა და იქ უწერია ესეთი რაღაცა კონგრესმა რატიფიცირება უნდა გააკეთოსო რომ ამერიკის შეერთებული შტატები ომს ვერ დაიწყებენ აწი მომავალში ირანთან მაგრამ ამის გარანტია არისო რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ჯარიო აღარ დაბრუნდებიან სპარსეთის ყურეშიო ეს არის გარანტიაო თქვენ წარმოგიდგენთ ახლა მე რას გეუნებით? ანუ თუ გინდათ რომ მე გავჩერდე, იმიტომ რომ ჩემ თავარსარდას რომ ეხვეწებიან, რომ იქნებ რომ სახე შემინარჩუნეთ რა.
სახე შემინარჩუნეთ და ისე გავალ რა, ნახეს რომ ფაქტია რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს ირანში, გარდა გენოციდისა. ამას გენოციდი ქვია ბატონო მიხეილ, 170 ბავშვს რო ერთი ბომბით კლავდა, ამაზე ბოდიშაც არ იხდი და პირიქით მაკარენკას მუსიკის იმ გასვენების დღეს ამთხოვ და მაკარენკა მუსიკას კლიპს აკეთებ ამ ბავშვების ხოცვაზე, ამერიკელებმა და პენტაგონმა რო დადო. ხო ამას გენოციდი ქვია ეს ჩვენ ენაზე და საერთაშორისო ენაზეც ამას გენოციდი ქვია. მაგრამ ამერიკელებისგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, გაგახსენეთ მადლენ ორბრაიტის განცხადებას ერაყში, ნახევარი ჟურნალისტი რო ეკითხება, რომ 9 მილიონი ბავშვი დავხოცეთო და ღირდა დემოკრატიის სახელით ამის გაკეთებაო და კიო დემოკრატია ისეთი რაღაც არის რომ ღირდაო, გაიგე? წარმოგიდგენიათ მის თავში რა იხარშება, ამ ეპშტეინელები, ხა პრინციპში რა უნდა გაიკვირდეთ ბავშვებს ჭამდნენ თურმე ჭამდნენ კაცო, პირდაპირ და განვითარებული მნიშვნელობით გეუბნებით. მაგრამ ეს კაი გავიგი, ესენი გავიდნენ. რეგიონი დარჩა. ეხლა ის არაბები, რა თქმა უნდა, იმიტომაც არიან ჩამოკიდებულები ჩემ თავარსარდალთან, რომ ეუნებიან, რომ გასაგებია, ხო, იქ თავისი იმას აგვარებენ. ჩვენ შემთხვევაში, აი პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? აზერბაიჯანი გუშინ წინ артиллерია უნდა მივიყვანო, მაგრამ რატომღაც ჰუმანიტარული დახმარება შეიტანა, სხვათა შორის დღეს რუსეთმა შეიტანა აზერბაიჯანის გავლით 12 ტონა მედიკამენტები. ხო, ანუ ერთადერთი რეგიონში, როგორც ახლო აღმოსავლეთში და კავკასიაში, რჩება საქართველო, რომელიც არის პროამერიკული. ნუ მოვიტყუებთ თავს ბატონო მიხეილ. ნუ ჩვენი გზა თუ დაუჯერებთ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, ეხლა მაგისტერ როცა საგარეო საქმეთა მინისტრს, აი ესე შიგნით სიცხე ამომდის რა, ხო გეუბნება, აი ნერვების სიცხე. და თუ დაუკვირდებით ტელევიზიაში დებატებს და იქ რა თემაზე საუბრობენ, ამას ხო ჩვენი ელჩებიც უსმენენ კაცო, როგორც სამეზობლოსი, ისე ახლო აღმოსავლეთის საელჩოებიც, ხო? კაცო. ბიჭო, აგე პირდაპირ ჩემი გენოციდის მოკავშირე ხარ, კაცო შენ უკვე. ვინც მე გენოციდი მომიწყო და 170 ბავშვი დამიხოცა, შენ ხარ იმ ქვეყნის მოკავშირე უკვე. ანუ მხარე ხარ. აი თქვენი გადმოსახედიდან ეს ახლა რა თქმა უნდა საშიშროებას შეიცავს, გინდა არ გინდა შეიცავს და კი გააკეთა ირანმა ეს განცხადება რომ ჩვენ საქართველოს და ეს ახლა ვაუბ საქართველოს ხელისუფლებამ თავის თავზე არ მიეწეროს. მე მაინც ვიცი რატომ გააკეთა ირანმა ეს განცხადება და ვისი თხოვნით და ვისი გავლენით და არ მინდა ახლა ეს წინასწარ თქვა, იმიტომ რომ კიდე შენიშვნა მოვთენ იქიდან. ამიტომ თქვენი გადმოსახედიდან გავიგე ბელარუსი ეს ხვალინდელი პერსპექტივა შეიძლება იყოს ალტერნატივა რა, საიდანაც რომ გამოდიხარ და სადღაც უნდა აი ხვალ ზეგ თქვენი გადმოსახედიდან, ამერიკელები აღარ არიან. აღარ გვიდა იმის ანალიზი რომ ესენი გავლენ, უკვე გავიდნენ. საფრთხე სადამდე შეიძლება მივიდეს და აი რა პროცესები შეიძლება დაიწყოს აი ჩვენს რეალობაში. აი გაითვალისწინეთ პრემიერის გუნდი, საპარლამენტო გუნდი, ეს პრემიერის კი არა, აი ხელისუფლების ექსპერტების გასაგებია მესმის. ხდებით, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ხო უყურდებით ახლა ეს დღეებია. აი თქვენი გადმოსახედიდან მაინტერესებს, აი როგორ ბაბა მე ვიყავი პირველი ადამიანი 2 წლის წინ. ცოტა მეტი რო ვთქვი, რომ რუსეთ-უკრაინის ტრაგედიის არენაზე გამოჩნდებიან ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები მეთქი. ეხლა თქვენ ეთერში ვიტყვი, რომ 2-3 წელიწადში, 4 წელიწადში ირანი გახდება ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური კონცენტრაციის ცენტრი. იმიტომ კი არა, რომ მე მინდა ან თქვენ გინდათ. ობიექტური რეალობა ეს არის მრავალათასწლეულიანი ისტორიული სახელმწიფო და არა შექმნილი სახელმწიფო რამდენიმე ათეული წლის წინ. ეს ერთი. ის რომ აი ამ ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა და აი ამ ქვეყნებმა დაინახეს, რომ ისინი დარჩენ დაუცველები და აეროპორტში რა ხდება და აი ამ აყვავებული, მე მართლა გულიმსწრებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩადიოდა, ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ ხალხმა, რომ ეს ასე ვთქვათ, ქვიშაზე აეშენებიათ 64 აეშენს, მაგრამ ამ 64-ის როგორც კი პირველივე პრობლემის შედეგად პრაქტიკულად საჭმლის საკვების და წყლის პრობლემა დაუდგათ.
ანუ ერთი კვირის საკვებიაო, როგორც ამბობენ, თუ არ იქნა შეტანილი. დადგა საკითხი ის, რომ ირანი, რომელიც არ იყო ისე შეიარაღებული, როგორც თვლიდნენ, დაესხა თავს და ამას ამერიკა ალბათ არ ფიქრობდა, რომ მის მოკავშირეებს დაარტყავდა ირანი და მთელი დარტყმა წავიდოდა ისრაელზე. ეს იყო ალბათ. ეს გაუთვლელობაა, ჩვენ იმის ილუზია, რომ სპეცსამსახურები მსოფლიოს ახლა ისე მუშაობენ, ეს არ არის 60-იანი წლები, 70-იანი წლები. კორუფცია ყველგან შესული არის. 90-იანებში მახსოვს CRU-ში $9 მილიარდზე იყო ლაპარაკი კორუფციული გარიგებები. დავანებოთ თავი CRU-საც და მოსადსაც და სხვა ქვეყნებსაც. ისრაელზე იყო, ისრაელის დაცვაზე იყო საუბარი და ამ დროს წავიდა თემა სხვა მხარეს. და აი ეს დიდი ფულის მქონე ქვეყნები დღეს აღმოჩნდნენ კატასტროფის წინაშე. ანუ ტურიზმი თუ გაჩერდა, თუ ფრენები გაჩერდა, თუ ყველაფერი გაჩერდა, რისგანაც ეს ქვეყნები იღებდნენ შემოსავალს, თუ ნავთობგადამუშავებელი ქარხნები გაჩერდნენ, მაშინ ამ ქვეყნებს სხვა შემოსავალი არ აქვს. ანუ ის კატასტროფა, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ხელით მოუწყო თავის მოკავშირეებს და ცნობილი გამოთქმა რო არის ამერიკასთან ასე ვთქვათ, მტრობა საშიშია რა, მეგობრობა სასიკვდილო საშიშიაო. აი დაახლოებით ეს მდგომარეობა არის. მე ერთ კითხვასაც დავსვავ. შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ ბაზების გაყვანა უნდა კიდეც. ხო შემოტყვილები ვიდახაო? შეიძლება უკვე მეტი ხარჯია. ისეთი მდგომარეობა დადგა, რაღაცა ტრამპმა თქვა, რომ გავხოთ ამერიკა ისევ დიადი და თავის კონტინენტზე უნდა ჩაკეტვა. ნახეთ, რამდენი მოხდა. ის საწარმოები და ის ეკონომიკა, რომელიც აი ამ ქვეყნებშია, საწავა, სადაც სიმშვიდეა, ხო? რა თქმა უნდა. ამერიკა საუკუნე ნახევარი ამერიკის კონტინენტზე ომი არ ყოფილა. საწავლენ ესენი. ავტომატურად ბიზნესმენი წაიღებს თავის კაპიტალს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროპიდან რა კაპიტალი გავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში? პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატებმა უნდა გაიწოვოს აი ეს ეკონომიკური მილიარდები, ტრილიონები $, და ტრამპის გადაწყვეტილებით ჩემი აზრია. უნდა ჩაიტანოს ამერიკაში და ამერიკა ისევ დეტროიტი უნდა გაამუშავოს და უნდა ის ქარხნები და ქალაქები, რომელიც ამერიკას ელოდა რეალურ შემოსავალს. და ჩინეთის არ დაგვავიწყდეს, ჩინეთშია ჩასასვლელი თვის ბოლოს. რითი უნდა ჩასულიყო? უნდა ჩასულიყო ნავთობის 20-30%-ის მფლობელი ტრამპი. აგერ ირანის ნავთი ჩემია, ახლო აღმოსავლეთის ნავთი ჩემია, ვენესუელას ნავთი ჩემია და ჩადიოდა იქ როგორც მეფე, ნავთობის მეფე. ეხლა როგორ ჩავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როდესაც აი ეს ნაჭერი ტორტის პრაქტიკულად არ არსებობდა და დაურეკა ბატონ ვლადიმერ პუტინს. და რა თხოვა დაახლოებით წარმოგვიდგენია, ხო? ხარდაჭერა თხოვა და ის რას თხოვდა უკრაინაში, ეს სხვა საკითხია. მოდით ნუ ვიმარჩიელებთ ბოდიში ამ სიტყვაზე. ურანზეა საუბარი. ვინ უნდა წაიღოს ეს ურანი? იქ ძალიან დიდი რაოდენობით ურანია. ირანის ფიზიკურად თუ ჩვენ საუბრობთ გადაცემის დაწყებამდე, თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყო. პრაქტიკულად ირანის მენტალობიდან გამომდინარე, ვერაფერს გუშინ ამბობდი რა, საფარი არის გამოცხადებული. ხოცავენ, ჩვეულებრივად ხოცავენ ირანის ლიდერებს. ანუ ეს რო რუსეთს გაეკეთებია? არა, ამის 1% რო გაეკეთებია, დაუშვათ. სიტყვაზე ვამბობ. თქვენ წარმოგიდგენთ რა ამბავი ატყლებოდა? აი დაუშვათ და ღმერთს დაიფაროს, რომ არ მინდა ხა სახელი ვთქვა რომელიმე პრეზიდენტის ან ლიდერის, რომელიმე ქალაქის. აი ეს ცენტრი რო დაებომბა. უშვების სამინისტრო. რა ამბავი ატყლებოდა, წარმოგიდგენთ? უბრალოდ საფარია გამოცხადებული, ცოცხალ ხალხზე ნადირობაა. ამის შემდეგ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ სხვა გზა ბანობადა. ამ 25 წლის განმავლობაში არც გქონია, არც გვაქვს და არც გვექნება. ეს არის რუსეთთან მისასვლელი გზა. ამ გზის გარეშე საქართველოს ეკონომიკა აი ამ ფონზე რა მდგომარეობაც არის. ეხლა ბენზინი მოიმატებს. დღეს $87 იყო. გუშინ $102 იყო. არა, $105. 105 და ითამაშებს ამ მდგომარეობაში. ჩვენ ეკონომიკა როგორ წავა? როგორ წავა ფასების დაკლება? დღეს გუშინ გამოვიდა სუპერმარკეტების დირექტორები და ვერ დავაკლებთ ფასებს. გამორიცხული არისო. იმას ვერ დავაკლებთ, ამას ვერ დავაკლებთ, ამას ვერ ვიზავთ, იმას ვერ ვიზავთ და ნუ ჩვენი მოსახლეობამ რა უნდა ხდეს? მე ვისთან უნდა ვიმეგობროთ? ჩვენ მეგობარი გვყავს. ჩვენ ვისთან უნდა დავიჭიროთ სტრატეგიული თანამშრომლობა? აი ვისთან ვიყავით? ევროპასთან ვიყავით? აღარ არის.
ამერიკასთან ვიყავით აღარ არის. აზიის ქვეყნებთან ახლო აღმოსავლეთთან მქონდა რაღაცა იმათ ახლა ჩვენს ნამდვილად არ წალია. კი ბატონო. და ერთი რამეა რა. ადრეს თქვით, აქ თქვენ გადაცემაში და სხვა განაცა უნდა თქვენ. ამიერკავკასიაში, საქართველოში, რუსეთის გარეშე ვერავინ ვერ შემოვა. ეს ზღაპარი, ეს ილუზია ყველამ დაივიწყოს. იმიტომ კი არა რომ ასე გმინდა, არა, ეს არის ობიექტური რეალობა და თუ ამას გავექცევით, ჩვენ აღმოჩნდებით უმძიმე მდგომარეობაში. ვინ მოაგებია საქართველოს წინა საპარლამენტო არჩევნებში? რატო იყო აქ მშვიდობა? რატო იყო ის რომ ვერავინ თითი ვერ გაანზრია? წყიდვალეთ ვიცი ვინც. ხო არა, მეც ვიცი და ბევრჯერ მაქავი. ბატონო. იმიტომ რომ იყო აქ რაღაცა იდეები, ვიღაცებს ცხელი თავები ქონდათ რომ რაღაცა გაეკეთებინა და უთხრეს აბა ბიჭებო, შვიდათ იყავით და იმათაც გაიგეს. ოკეანეს იქნას გაიგეს და ევროპაშიც გაიგეს. ევროპას აღარა აქვს იმის თავი, რაღაცას ეჭიდაობს რა. ევროპა ეხლა არის აი რაღაცა კეკლუცობის რაღაცა ისინი შერჩათ რა ქვია რაღაცა ფანტომური ტყივილები აქვს იმპერიული. დანარჩენი ევროპისგან არაფერი აღარ გამოვა. 30% გაუძლოთ გაზი. გუშინ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. ვადაზე ადრე წავალ ახლა სხვას მიმყიდით ჩემ გასო. ამას თუ ვერ ხვდება ჩვენი მოსახლეობა და მეწუნეთ ხვდებიან. ხვდებიან. ყველა ძალიან კარგად ხვდებიან და ის მიტინგები რომელიც ახლა შაბათობით რაღაცა გამოწანწალდებიან ხოლმე ეს რაღაცა რა ქვია ლიბერალები და რაღაცა ეს ყველაფერი იქნება მილევად კომპანიებაშია თუ თვითონ ხელისუფლებამ რამ ისეთი არ გააკეთა რომ ეს გააცოცხლა. მაგრამ ამის წინაპირობას მე პირადად ჯერ ვერ ხედავ და არც არაფერი არ არის მოსალოდნელი. მაგრამ ის რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი მეგობარი, პარტნიორი, დავალებოთ მეგობარს, პარტნიორი უნდა ვიპოვოთ. ვიღაცასთან ხომ უნდა ვიმუშაოთ, ვიღაცასთან რაღაცა ხომ უნდა წავიღოთ, მოვიტანოთ, გავიტანოთ, შემოვიტანოთ. ირანიდან რა რაოდენობის პროდუქცია შემოდის. თურქეთთან დაკავშირებით არ გამოვრიცოთ თურქეთთან ეს პრობლემები შეიქმნას. აუცილებლად შეიქმნება. არ გამოვრიცოთ. მე მაგის მეორე გადაცემაში მიდოდა თქვენ. ხო, არა, ამერიკასთან დაკავშირებით ამერიკა ისე არის ატეხილი შტატები, რომ რეგიონში შეიძლება კიდე სადღაც რაღაცა ააფეთქოს. ანუ ჩვენ ვართ ეხლა რუკას რო დავხედოთ, რამდენი მილიონი 900 მილიონი მაშინ იყო საუკუნის წინ 50 წლის წინ ეხლა არის 1.5 მილიარდი მუსულმანურ სამყაროში ვართ. ყველაზე დიდ პატრიოტიზმს, ყველა რელიგიას პატრიოტიზმს, ძალიან ტოლერანტული კაცი ვარ აბსოლუტურად. მაგრამ ჩვენ ინტერესები გვაქვს, ჩვენ სულიერ ძმებთან, ჩვენ მეგობრებთან, ისტორიულ, მენტალურ ძმებთან უნდა ვიყოთ. ყველას ერთმანეთზე ოჯახში არის წყენა. რა თქმა უნდა. და დებატებზე რო არის საუბარი, ერთი თემაც კარგი იქნებოდა 99 წლიდან 90 წლიდან მოყოლებული. დავждეთ და ვიდებატოთ. რა დავაშავეთ? რატომ მიუვარდით 88 წელს ცხინვალს 40 ავტობუსით? კი რა მომი რო დავიწყეთ 88-ში. რატომ მოვახდინეთ ისაც მოვახდინეთ? რატომ მოხდა 9 აპრილი? რატომ მოხდა ესა რა ქვია აფხაზეთში შესვლა? რატომ მოხდა 0-0-0-0? ვინ დაგავალა? ვინ დაავალა იმ ხელისუფლებებს? ვის ინტერესებში იყო? ვინ დაგშალა? აი სანამ ამ კითხვებს არ გაეცემა პასუხი, რადგან და ჩვენ ვერ მივალთ, სანამ აუტყობას არ დაესწრება დიაგნოზი, წამალს მოეძებთ. ჩვენ ახლა ვეძებთ წამალს დიაგნოზის გარეშე. მადლობა, დაი პროდიუსერი ახლა თხას, ახლა ალბათ სკამს მეზურით იქიდან. მოგლეთ, ბატონო მიხეილ, პირობა მიღებულია, თქვენ მაინც კიდევ დაგიძახებთ, იმიტომ რომ ჩვენ დაგვრჩა კიდე ეს ყველაზე მთავარი თემა დაგვრჩა ჩვენ გასახილველი, რატომ მიველით აქამდე? რატომ და მე მინდა კიდე ეპშტეინის თემებზეც გადავიდეთ და ეს მომავალში გავაკეთოთ ჩვენ ეს გადაცემა კიდე. არ გადართოთ, ჩვენს მერე გავა გადაცემა ბატონი ვალერი კვალაცხელიასი და ფრიდონ ინჯიასი, ძალიან საინტერესო გადაცემაა და ძალიან საინტერესო თემებზე ილაპარაკებიან, ისაუბრებენ. ალბათ ნინო, გაგორე ნინო. ხო, ეს გაუშვით დედასწრაფ, ხო, გვარი დამავიწყე ქალბატონ ნინოსი. ხო და ძალიან თოთ არ გადართოთ, მართლა სერიოზული და კაი საუბარი იყო, საინტერესო შინაარსიანი საუბარი იყო. მინდა მადლობა მოგიხადოთ ბატონო მიხეილ. ქვეყანა ჩვენი რეგიონი შევიდა ძიმე ისტორიულ ხანგრძლივობაში გაწელილ ომში,
იმის ილუზიები ნუ გექნებათ, რომ აი დღეს და ხვალ დამთავრდება. შეიძლება პაუზა იყოს რაღაცა, მაგრამ ეს ომი არ დამთავრდება კაი ხანით, იმიტომ რომ როცა სულიერ ლიდერს და კლავ, ეს უკვე რელიგიური ომი ქვია მაგას, საერთოდ. ამიტომ თან ჯიხადი გამოაცხადეს ცოტა სხვანაირად, ისე არა როგორც აცხადებდნენ და ახლა დრო აღარა მაგის სალაპარაკოთ. შევხვდებით მომავალ პარასკევს, ჩემი გადაცემა არ გავა პარასკევს, იმიტომ რომ სხვა კი როგორც თავიდან გადაცემაში გითხარით. პოდკასტი გვაქვს ჩვენ სკოტრიტერთან და სტანისლავ კრაპინიკთან, ამიტომ შევხვდებით მეორე პარასკევს. მადლობა ყურადღებისთვის.